საქმენდილას ეთერში ავიაციის სიახლეებით ვაგრძელებთ 17 მარტის გადაცემას. აეროპორტების გაერთიანება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თხოვს სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების ჩასატარებლად გამარტივებული შესყიდვების უფლება მისცეს და მარკეტინგული აქტივობების ჯამური ღირებულება შეადგენს 16 მილიონ დოლარზე მეტს. აეროპორტების გაერთიანებაში მასში შემავალი აეროპორტების პოპულარიზაციისთვის კი ბრენდის განვითარების, ასევე პოზიტიური პოზიციონირებისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით თანამშრომლობს სხვადასხვა ფესტივალებთან. წერილში ნათქვამი არის იქვე, რომ ვინაიდან მსგავსი ტიპის პროექტების ვადების განსაზღვრა და შესაბამისი აღსრულება არ არის დამოკიდებული აეროპორტების გაერთიანებაზე, შემჭიდროებული ვადებიდან გამომდინარე არსებობს რისკი იმისა, რომ ტენდერების ფარგლებში ვერ მოესწროს აეროპორტის შესაბამისი პოზიციონირება ფესტივალებზე, რაც შესაბამისად რისკის ქვეშ აყენებს ზოგადად დასწრების საკითხს. კიდევ რა სიახლეები იყო გასულ კვირას, ამას უკვე მარიამ იზორია შეგვიჭამებს პირდაპირ ეთერში. მარიამ, მოგესალმებით და გისმენთ. დილმშტობისა ნინი მივესალმები საქმიანი დილას მაყურებელს. ტავ-ჯორჯიამ გასულ კვირას წარადგინა პროექტები, რომლებიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომზე ბოლო 1 წლის განმავლობაში განახორციელა. აეროდრომზე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა გაზრდილი მგზავრთნაკადის ფონზე დადგა. ამ სამუშაოებში კომპანიამ 16 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა. გაფართოვდა სამიმოსვლო ბილიკი A, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად მიიღოს და მოემსახუროს დიდ გაბარიტიან საჰაერო ხომალდებს. რეაბილიტირებული სამიმოსვლო ბილიკი აკმაყოფილებს ეროვნულ და ICAO სტანდარტებს. ამ სამუშაოების პარალელურად საქაერო ნავიგაციამ ვიზუალური ჰაერ-სანაოსნო საშუალებების განახლება მონტაჟიც განახორციელა. ასევე ტავ-ჯორჯიას ინვესტიციით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების მომსახურებისთვის დამატებითი სადგომებიც მოეწყო, რაც რეაბილიტაციაც ჩაუტარდა უკვე არსებული სადგომების ნაწილს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დიდ გაბარიტიანი F და E კოდების მქონე საჰაერო ხომალდების ახალი სადგომიც მოეწყო, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბაქანის 3-ის ტერიტორიას, სადაც მოეწყო საშუალო გაბარიტიანი ICAO-ს სტანდარტებით C კოდის მქონე თვითმფრინავის 3 სადგომი და ამავე ბაქანზე რეაბილიტირდა და მოეწყო 3 ვირტმფრენის სადგომიც. აეროდრომის ნაწილში საერთო ჯამური ხელოვნური საფარი 100,000 მეტր-კვადრატამდე ფართობზე განახლდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის კომპანიამ შეიძინა ახალი სააეროდრომო უზრუნველყოფის ტექნიკაც, რომელიც აუცილებელია აეროდრომის მოვლა შენახვისა და ოპერირებისთვის. ამასთანავე მიმდინარეობს აეროპორტის სახანძრო უზრუნველყოფის დიპოს მოდერნიზებისა და გაფართოების პროექტიც. ტავ-ჯორჯიამ შეიძინა სრულიად ახალი სწრაფი რეაგირების სახანძრო ავტომობილი, რომელიც ევროპული ბრენდის რენოს ბაზაზე მოდიფიცირდა. აქვე გეტყვით, რომ ტავ-ჯორჯია საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დღის მდგომარეობით 227 მილიონ დოლარს აჭარბებს. ტავ-ჯორჯიასა და თბილისის აეროპორტზე საუბრისას ვახსენოთ ისიც, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი The Roads Europe 2025-ზე წლიურად 5 მილიონი მგზავრის გატარების შესაძლებლობის მქონე 5 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა. შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტთან ერთად აღნიშნულ ხუთეულში შედიან ბრემენის, კორფუს, ლონდონის, Southend Airport-ი და ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტი. გავლენიანმა საერთაშორისო პლატფორმამ ეს ხუთეული ავიაკომპანიებთან წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილებისა და მიმართულებების ზრდის ტემპის მიხედვით გამოავლინა. ასევე გასათვალისწინებელია მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდაც. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რომელსაც ტავ-ჯორჯია მართავს სამგზავრო რეისებს, 60 ავიაკომპანია 66 მიმართულებით ასრულებს. 27 მაისიდან ყაზახური ავიაკომპანია Air Astana თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალ მიმართულებას იწყებს. კერძოდ ავიაკომპანია ატირაო თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო იტყობინება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქრუვიშვილის შეფასებით ატირაო თბილისის შორის ავიამიმოსვლის დამატება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოთხოვნა ყაზახი ტურისტების მხრიდან საქართველოს ტურისტულ პროდუქტებზე მზარდია. ცნობისთვის ეკონომიკის სამინისტროს ცნობით 2024 წელს ყაზახეთიდან საქართველოს 178,930 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. ყაზახური ავიაკომპანიების წილმა კი ბაზრის 3,9% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ Air Astana ალმათიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ზაფხულის სეზონზე კვირაში 9 სიხშირით შეასრულებს. ოთხშაბათსა და შაბათს ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით დღეში 2-ჯერ იფრენს. ამასთან ეკონომიკის სამინისტროს ცნობით ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ალმათი-ბათუმის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით, ხოლო ივლის-აგვისტოს
წლების პერიოდზე ავიაკომპანია სიხშირების ზრდას კვირაში 5-მდე განიხილავს. Air Astana ასევე ივნისიდან განაახლებს ფრენებს თბილისისა და ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას შორის კვირაში 3 სიხშირით. ვიზერის მმართველი დირექტორი როლანდ ტიშნერი კოპენჰაგენი ქუთაისის მიმართულებაზე ფრენის შეწყვეტის მიზეზად დაბალ მოთხოვნას ასახელებს. Როგორც მან BMG-ს უთხრა, რეგულარულად აკურდებიან რეისებზე მოთხოვნას და ამის მიხედვით გეგმავენ ახალ მიმართულებებს. სწორედ ასეთი დაკვირვების შედეგად მიიღეს კოპენჰაგენში ფრენების გაჩერების გადაწყვეტილებაც. ვიზერის მმართველი დირექტორი როლანდ ტიშნერი BMG-სთან ასევე ამბობს იმასაც, რომ ქუთაისში ბაზირებული ხომალდების ზრდას განიხილავენ. უკვე წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვიზერის მეოთხე ბაზირებული ხომალდი დაემატება. უკვე რამდენიმე წელია უნგრული ავიაკომპანია ქართული საავიაციო ბაზრის ლიდერია. 2024 წელს ვიზერი ქუთაისის აეროპორტიდან 1.200.000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც საავიაციო ბაზარზე ლიდერის პოზიციას უნარჩუნებს. ამ ეტაპზე ავიაკომპანია კვირაში 60 სიხშირით ასრულებს ფრენებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით 2024 წელს რუსული ავიაკომპანიები ჯამში 624,154 მგზავრს მოემსახურեն. ამ მაჩვენებლით ორ ავიაკომპანიას Azimut და Raidwing საქართველოს ავიაციო ბაზარზე ჯამში 8.4%-იანი წილი უკავიათ. 2023 წელს რუსული ავიაკომპანიების წილი ჯამში მხოლოდ 3% იყო და 127,000 მგზავრი ჰყავდათ გადაყვანილი. 4 წლიანი პაუზის შემდეგ რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოსთან ფრენები 2023 წელს განაახლეს. ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების კრიტიკისა და მეორადი სანქციების საფრთხის მიუხედავად მთავრობამ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტით გადაწყვეტილება ფრენების სასარგებლოდ მიიღო. დღეს მდგომარეობით საქართველოში ორი რუსული ავიაკომპანია Azimut და Raidwing-ი დაფრინავს. მათთან ერთად რუსეთში ავიარეისებს ქართული Georgian Airways-იც ასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით 2023 წელს ქართულ ავიაკომპანიას მგზავრების 100%-იანი ზრდა ჰქონდა. ავიაკომპანიამ მგზავრები წელსაც 515,113 ანუ 57.9%-ით გაზარდა. აქედან რა წილი მოდის რუსეთზე, ზუსტად ამის თქმა შეუძლებელია.